განვაგრძობთ გამოშვებას, რაჭაში რთველი იწყება, ხვალიდან ყურძენს გლეხებისა და ფერმერებისგან 6 პუნქტი ჩაიბარებს. რეგიონში 1000 ტონა მოსავალს ელიან. მათ შორისაა ალექსანდროული და მუჯურეთული, რომელიც ხვანჭკარის დასამზადებლად გამოიყენება. ყურძნის ფასიც განსაზღვრულია, ხარისხის მიხედვით ფასი 3-დან 5 ლარამდე მერყეობს. სოფო ოხარაშვილი და გიორგი ხელაშვილი ესწრებიან რაჭულ რთველს. მემზადებით რთველისათვის საქმიანობა უკვე ნორმალურად აქვს. გელოვანების ოჯახში რთველისთვის ემზადებიან. ალექსანდროულის და მუჯურეთულის შერეული ვენახიდან წელს კარგ მოსავალს ელოდებიან. უკვე იციან, რომ აღებული ყურძნის ნაწილს ოჯახური წესით დაწურავენ, ნაწილს კი ქარხანაში ჩააბარებენ. გამოცხადდება, რომ ყურძენი მოკრიფეს და მოგვიტანეთ ჩვენ მარნებში, მაშინ თუ დავიწყებთ ჩვენ ამის მოკრიფასა და მივიწანთ. ჩემი აზრით რიგები არ უნდა იქნეს, იმიტომ რომ 6 ადგილია პუნქტები გახსნილი. ამ მხარისხოს ჩვენ, რაც ჩვენ ვენახი გვაქვს, არ ჩაგვიბარებია არასდროს. არც ვიკადრებ. იმისთვის, რომ მოსავალი ხარისხიანი იყოს, ვენახს ნაკლებად ჩაქრიანი ყურძენი უკვე მოაშორეს. რთველისთვის ამბროლაურის რაიონში მევენახეების უმეტესობა უკვე მზადაა. ეს ალექსანდროული, ეს კი მუჯურეთულია. ყურძნის ეს ორი ჯიში მხოლოდ რაჭაში მოდის და მათი შერევით მზადდება ღვინო, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ღვინო ხვანჭკარა. ხვალ რაჭაში რთველი უკვე აქტიურ ფაზაში შევა და მოსახლეობამ უკვე იცის, თუ რა ფასად ჩააბარებს ალექსანდროულსა და მუჯურეთულს. გაისინჯება იქანა კონდიცია, ხო და მივიღებთ ესე იგი 21 გრადუსზე 5 ლარს და მისცევით. მისქვევით ნაკლებს. თუ სახელმწიფო სჭირდება, იყოს ნაკლები ფასი. იყოს თუ ეს სახელმწიფო სჭირდება. თუ ჩვენ ქვეყანას გამოვარგება რა მაშინ. ხოთლარა ჩავაბარებ რა ვქნა, სტუდენტებს ფული უნდა. ჭავლის ქირა, რა თიგედები ხარ, მაგითი ვიხდი. რაჭაში ყურძნის მისაღებად ქარხნებიც მზად არიან. წელს მოსავალს რაჭველი მევენახეებისგან 6 პუნქტი ჩაიბარებს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ თუ კერძო სექტორი ყურძენს არ მიიღებს, სახელმწიფო მზად არის მოსავალი მთლიანად ჩაიბაროს. მივიღებთ შესაბამისად ალექსანდროულს და მუჯურეთულს 5 ლარად, არაკონდიციურ ყურძენს, რომელში ჩაქრიანობა იქნება 21-ზე ნაკლები მივიღებთ 3 ლარად. მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიებიდან მოთხოვნა ყურძენზე არის მცირედი, სახელმწიფომ აიღო ეს ვალდებულება და ის მოცულობა, რაც მოვა რაჭის რეგიონში, მთლიანად გადამუშავდება და დაბინავდება. რთველი რაჭაში ოფიციალურად ხვალ დაიწყება. შარშან რეგიონში 940 ტონა ყურძენი მოკრიფეს. წელს კი დაახლოებით 1000 ტონა მოსავალს ელიან.